ამოცანა 1.33-ის პირველი. სურათის სიგრძეა 50 სანტიმეტრი, სიგანე 40 სანტიმეტრი. სურათის ფართობი გაადიდეს 5. რამდენი კვადრატული მეტრი გახდა სურათის ფართობი? 50 სანტიმეტრი არის სიგრძეო, 50 სანტიმეტრი გადავიყვანოთ მეტრებში, ან 50 უნდა გავყოთ 100-ზე და არის 0.5 მეტრი. 40 სანტიმეტრი რო გადავიყვანოთ მეტრებში, 40 უნდა გავყოთ 100-ზე და არის 0.4 მეტრი. ფართობი გამოვიდოდა თავდაპირველის 0.5 მეტრი გამრავლებული 0.4 მეტრზე, რაც არის 0.20 მეტр კვადრატი, ანუ 0.2 მეტр კვადრატი. 5s, ანუ 5 ჯერ უნდა გავადიდოთ ფართობი, იქნება 5 ჯერ 0.2 მეტр კვადრატი და იქნება 1 მეტр კვადრატი. ამოცანა 1.33-ის მეორე. მიკროსკოპი ყოველი საგნის ფართობს ადიდებს 10 ხარისხად 6 ჯერ. რამდენი კვადრატული სანტიმეტრი ფართობით გამოჩნდება მიკროსკოპში 0.1/1000 მილიმეტრ კვადრატი ფართობის მქონე სხეული. ანუ მიკროსკოპი ადიდებს 10 ხარისხად 6 ჯერ, გამოჩნდება ეს რიცხვი, რომ გამომრავლოთ 10 ხარისხად 6-ზე. წიმე უნდა გამოვყოთ 6 ციფრით მარჯვნივ და 6 ციფრით მარჯვნივ რო გადმოვიტანოთ, მივიღებთ 10 მილიმეტრ კვადრატს. და 10 მილიმეტრ კვადრატი უნდა გადავიყვანოთ ახლა სანტიმეტრ კვადრატში. ვიცით რომ 1 სანტიმეტრში არის 10 მილიმეტრი. 1 სანტიმეტრში იქნება 10 მილიმეტრი რო კვადრატში ავიყვანოთ, ანუ 100 მილიმეტრ კვადრატი. ანუ პირიქით რო დავითვალოთ 1 მილიმეტр კვადრატში იქნება 1/100 სანტიმეტრ კვადრატი. ანუ მილიმეტრ კვადრატი რო სანტიმეტრ კვადრატებში გადავიყვანოთ, უნდა გავყოთ 100-ზე. შესაბამისად 10 მილიმეტრ კვადრატი იქნება 10 რო გავამრავლოთ 1/100 სანტიმეტრ კვადრატზე. ანუ 1/100 სანტიმეტრი გამოვა და რაც არის 0.1 სანტიმეტრ კვადრატი. ამოცანა 1.33-ის მესამე. ევრაზიის რუკის მასშტაბი არის 1 შეფარდებული 7 მილიონთან, ხოლო ამიერკავკასიის რუკისა კი 1 შეფარდებული 3.500.000-თან. რამდენჯერ მეტია ამიერკავკასიის რუკაზე საქართველოს ფართობი ევრაზიის რუკაზე მოცემული საქართველოს ფართობზე? ჯერ გავიგოთ მასშტაბი რამდენჯერ მეტია. მასშტაბი რო გავიგოთ რამდენჯერ მეტია, 7 მილიონი უნდა გავყოთ 3.500.000-ზე, რაც არის 2. რადგან ფართობს ვცნობთ კვადრატულ მეტრებში ან კვადრატულ სანტიმეტრებში ან განზომილება არის კვადრატი, ამიტომ მოცემული ფარდობა უნდა ავიყვანოთ კვადრატში. 2-ის კვადრატი არის 4 და პასუხი იქნება 4 ჯერ მეტია ფართობი. ანუ ფართობი რო გავიგოთ რამდენჯერაა მეტრი, სიგრძის ფარდობა უნდა ავიყვანოთ კვადრატში. ამოცანა 1.33-ის მეორე. საქართველოს ფართობი არის 70,000 კვადრატული კილომეტრი, ხოლო საქართველოს მასშტაბია 500,000. რამდენი კვადრატული სანტიმეტრი უკავია საქართველოს? ანუ მასშტაბი არის 1 შეფარდებული 500,000-თან, ანუ 1 სანტიმეტრში გულისხმობ რეალობაში 500,000 სანტიმეტრს, ანუ 500,000 რო გავყოთ 100-ზე, 1 სანტიმეტრში ვიგულისხმებთ 5000 მეტრს. 5000 მეტრი კილომეტრებში გადავიყვანოთ, 1 სანტიმეტრში ვიგულისხმებთ 5 კილომეტრს. ახლა ვნახოთ სანტიმეტრ კვადრატში რამდენი კილომეტр კვადრატი იქნება. ამისთვის 1 სანტიმეტრი კვადრატი და ავიყვანოთ 5 კილომეტრი კვადრატში. 5 კილომეტრი კვადრატში რო ავიყვანოთ, მივიღებთ 25 კილომეტр კვადრატს. ანუ რუკაზე 1 სანტიმეტр კვადრატი რეალობაში ყოფილა 25 კილომეტр კვადრატი, ხოლო რეალობაში 70,000 კილომეტр კვადრატი იქნება რაღაც x სანტიმეტр კვადრატი. პროპორცია პირდაპირი პროპორცია მუშაობს ჩვეულებრივად, გადავამრავლოთ ჯვარედინად, 25 ჯერ x უდრის 70,000 ჯერ 1, ანუ 70,000, x უდრის 70,000 გაყოფილი 25-ზე, რაც არის 2800 სანტიმეტр კვადრატი. ანუ
ამ მასშტაბის მქონე რუკაზე საქართველოს ფართობი იქნება 2800 სანტიმეტр კვადრატი.